ზაფხული, როცა გავლამაზდი. The 4th of July in Cousins is all about 4 ივლისის ტრადიციას კაზინში ყველა იცავს. სუზანა სახლს რთავს. მამები უქმეებზე ჩამოდიან, ბიჭები მინდიებს ამზადებენ და ფეიერვერკებს უშვებენ. გასულ წლებში მეც იმავეს ვაკეთებდი, რასაც ისინი. მაგრამ წელს მეგობრები მყავს. წელს გეგმები მაქვს. შეიძლება შენი რძე დავლიო. რა თქმა უნდა, დალია. წავედი, მიდიებს გავრეცხავ. სანთებელასთვის სითხე იყიდე? უკვე სანაპიროზეა. მორჩი პორტრეტს. დღეისთვის კი. სხვათა შორის, სტივენ ძალიან გიხდება ელეგანტური პერანგები. თუ ბელი არ იჩქარებს და გემს მეჯლისი არ დაპატიჟებს, შენ მოგიწევს წასვლა. მალავითარ შემთხვევაში. არა, მე შეილასთან ერთად მივდივარ. დებიუტანტების მეჯლისი? ხო? როგორც კავალერი? სხვათა შორის, შეილა. ჯიჯი და ნიკოლი დღეს ჩვენთან მოვლენ და გაიცნობ. შვენიერია. ხო, ცეკვის პირველი რეპეტიცია, ამიტომ დრო არაა. დღეს დავპატიჟებ გემს. საკუთარ შვილებს ვეღარ ვცნობ. შენ რა, მაკიაჟი გაიგეთე? მაკიაჟი გაიგეთე? მართლაც. მე რა, დღეს ასწაულია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმასთან არაა დაკავშირებული, რომ ჯონი ჩამოვა მინდიების გასასინჯად. ქმრები ყოველთვის ჩამოდიან. ის ქმარი აღარაა. ხო, ყოფილი ქმარი. არ მესმის, რატომ დაპატიჟე მამას მეგობარი გოგო? მას ვიქტორია ჰქვია. მამას უნდა რომ გაიცნოთ. სტუმრების ოთახი უნდა მომამზადოთ. მამა და ვიქტორია აქ დარჩებიან? ჩემი ოთახის გვერდით? ხო. სხვათა შორის, მამას რაღაც შეხვედრა აქვს და ვერ ჩამოდის. რა? შენ თქვი, რომ მამა ვერ ჩამოდის? მაგრამ წელს ისეთი მაგარი ფეიერვერკები მაქვს. ვიდეო გადავიღოთ. ეს ისე არ იქნება. ვიცი. რა სიღიმი? ისა, უბრალოდ. ლორალ, შეგიძლია მაგიდის გადადგმაში დამეხმარო. ხლავე მოვალ. ადამ ფიშერი. ქვედაზე წარი 45 გრადუსიანი კუთხით გაკეთე, რომ ლამაზად გამოვიდეს. არა, მასე არა. მაშინ დამეხმარე. ქვემო ჩამოწიოთ. კარგი. აი ასე. უფრო დიდები რომ ვიყოთ, ყველაფერი ასე იქნებოდა. მე და კონრადი ერთად. ხედავ? მადლობა. რა უცნაურია, მამა და ვიქტორია აქ იქნებიან. დარწმუნებული ვარ, სექსის დროს არ იყვირებენ. რა საზღვრობა? რატომ დაპატიჟა დედამ მისი ისტერიული მეგობარი? რა იცი, რომ ისტერიულია. მიქნებ ძალიან კარგია. უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, რომ საზღარია. რა ჩერდი? ყველაფერი კარგად იქნება, ნუ დარდობ. სამწუხაროა, რომ მამა შენი არ ჩამოდის. მე არ დარდობ. ბელი. ჩამოვიდა ის საზღარი. იმედი მქონდა თავცარიელ ქათამს დავინახავდი. შუა ასაკის სტერეოტიპები, ხო. შენ უკეთესი უკანალი გაქვს. უკვე ჩამოხვედით? კი. როგორ იმგზავრეთ? სულ დამავიწყდა, ამ დროს რასიგიჟე ხდება. წითელ ლურჯ თეთრად შეღებილ ბიჭს ლამის დავეჯახეთ. ეს ვიქტორია, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენი წიგნები ძალიან მომწონს. მადლობა. რა სექსია? ძმაო, რა იყო ის თქვი, რასაც ყველა ფიქრობთ? მე არ მიფიქრია. იქნებ მათი მომავალი დედინაცვალია. ძმაო, რას ლაპარაკობ? ხელს ნუ მკრავ. მოდიან. ჩქარა.
გამარჯობა. კარგად მოიქეცით. გამარჯობა. მოდი, ჩაეხუტე თქვენს მოხუცს. მამა, ღმერთო ჩემო. ეს ვიქტორია. გამარჯობა ბავშვებო. ძალიან მიხარია რომ გაგიცანით. თქვენზე მხოლოდ 5 ვარსკვლავიანი კომენტარები მაქვს მოსმენილი. ეს სამზარეულოში გავიტანოთ. დავიდეთ. ის 27 წლის ნამდვილად არ იქნება. საბუთები უნდა ვნახოთ. დამშვიდი ასპირანტია. არ შემიძლია. დაკოტა ჯონსონის ასლია. მამას ბრჭყალები ჩააფრინდა. არასდროს მინახავს ასეთი ლამაზი სამზარეულო. დიდი მადლობა. სტივენ, მამას ჩანთები ზემოთ აიტანე. გასაღები დამჭირდება რომ საბარგული გავაღო. ჩვენ სასტუმროში დავჯავშნეთ ნომერი ამ უქმეებზე. ვიფიქრეთ რომ ასე აჯობებდა. როგორც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი. ჯონს ვაიძულე ხილის ფარდულთან გაეჩერებინა. გადავწყვიტე საღამოსთვის ბროწეულის მარგარიტა მოვამზადო. რა სასიამოვნოა. მე გავაღებ? მე შეილა დებიუტანტები მოვიდნენ. მოდი, მე ჰელი კიოკოს მოусმინოთ, მაგარია. შვენიერია სიზიე ის უსმენ? აბა, რას მეკითხები, მწყინს? კარგი, კიდევ რა გაქვს? რა კარგი სურნელია, ვერ ვშორდები. ეს ლელაბოა. მიყვარს. გიყვარს? ჩემებიც ასე ეკეთებენ. მართლა? იცით, სადაც იქნება? მამა ფასიან ქაღალდებთან მუშაობს დიდად, არ ვერ ყვევი. ბავშვობაში ფიქრობდი, რომ ის საფულე იყო. მე ახლაც ასე ვფიქრობ, დედა რა საქმიანობს? დედა, გეყოფა მისი დაკითხვა. არა უშავს. ის არიზონაშია მთელი აგვისტო, რაც თარგმანში ასე იკითხება. ოჯახისგან დასვენება მინდა. შეილა, ეს შეტყობინება უნდა წაიკითხო, მოდი აქ. საქმე მიხმობს. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. არაჩვეულებრივი შვილი გაზარდეთ. ძალიან თავაზიანია. მადლობა. მაგარი გოგოა სტივენ. მამა, ნუ ამბობ მაგარიას. ასე ნუ ამბობ. მე ის მომწონს. საკუთარ თავშია დარწმუნებული, საკუთარ თავს იცნობს. უცნაურია რომ დებიუტანტია. შეიძლება სადმე სმოკინგი დავიქირავო ჩემთვის. სტივენ, მოდი აქ. არა, ყველაფერზე ვიზრუნე უკვე. მადლობა. კარგი, მაშ ასე. მომიყევი დებიუტანტების მეჯლისზე. ხო, აშკარაა რომ ჩემნაირი გოგონებისთვისა, ვინც საკუთარ თავს არ იცნობს. მე ეს არ მიგულისხმია. ჩემი ბიძაშვილი იყო დებიუტანტი ჩიკაგოში და უამრავი ფული შეკრიბეს სახელმწიფო სკოლებისთვის. შესანიშნავია. ხო. ბელი, შეგიძლია ამბაზანა მაჩვენო? რა თქმა უნდა. ვიქტორია მართლა წაიკითხა შენი წიგნი. მიყვირს რომ ყვირილით არ გაიქცა. მე მწერალი ვარ ჯო, რომანებს ვწერ. ვიქტორიას უთხარი. გვიანობამდე რჩება. მშობლებმა არ დასაჯო. მისთვის დალევა შეიძლება, თორემ ბროწეული ისე დაგვრჩება. ყველაფერი გავიგე. როგორ მომენატრა ეს ყველაფერი. ყველა ერთად ფიშერების დღესასწაულზე. თითქმის ყველა. მადამი ვერ ჩამოვიდა რა. როგორც ხედავ. რა მაგარია. სადისწავლე კეთება. ერთი ზაფხული ტექსასის პატარა ქალაქში გავატარე, უდაბნოსთან. საზღვართან ახლოს. სახელად მართა. იქ ერთ ბარში ამ კოქტეილს აკეთებდნენ. ბარმენს უთხარი რომ სახლში არ წავიდოდი თუ არ მასწავლიდა მის კეთებას. შეიძლება ცოტა დავლიო. მშობლები წინააღმდეგები არ იქნებიან? არა, მათთვის ულერთია. ამას მამა შენს წავუღებ. თქვენ კი სუზანს და ლორელს მიუტანეთ. კარგი. მამბა როგორია? მაგარია? ძალიან გემრიელია. მართლა, გასაოცარია. საბავშვო წენს გავს გემოთი. ხო. იდეა მაქვს. არა. ბროწეული კიდევ გვაქვს. არის. რა საკეთებთ? ბროწეულის მარგარიტას. ოღონდ რაღაც განსაკუთრებულს. კარგი ბლენდერი გჭირდებათ. ეს ბლენდერი 2011 წელს ლიმონადის აფეთქების შემდეგ აღარ გამომიყენებია. მახსოვს, მაგის შემდეგ მაგიდა კიდევ 2 წელი იყო წებოვანი. დაახლოებით.
მამა ერთი წელი ჩემს ოთახში ტოვებდა ჩანთას. იმის შესახსენებლად, რომ ყველა შეცდომის გამოსწორება არ შეიძლება. მაიცა, არ გაბრაზდება, როცა გაიგებს. ვერ გაიგებს. ის არ ჩამოდის. კარგი. ესეც. საოცარი გემოეთნება. კიდევ ერთი აფეთქება არ გჭირდება. გაჩერდი? არა. არა. ხელით დაიჭირე. იცით რა მინდა? ის ნახო როგორ მოსვამს ლორალი მამას. ის შემოვა და ეს ადამ. ჩამოხვედი? დღესასწაულს გილოცავთ. მამა, ჩამოხვედი. გამარჯობა ბავშვებო, გამარჯობა კონი. სიამონებით გავსინჯავდი, რასაც აკეთებთ. რა თქმა უნდა. გაგიჟდები წელს ისეთი ფეერვერკი გვექნება. დარწმუნებული ვარ. სად გაქრა ყველა? გამარჯობა. ადამ. შეძელი უქმე დღის აღება. კი, დღესასწაულს ვერ გამოტოვებდი, ოჯახთან ერთად. კარგი, სტუმრებთან დაბრუნდეთ. კარგი. წამოდით ბავშვებო. შეიძლება დავილაპარაკოთ, სანაპიროზე მივდივარ. როგორ ხარ სიუზენ? ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, რომ მათ ექსპერიმენტული მეთოდი აქვთ. აქ რას აკეთებ? ლორელმა დარეკა და მითხრა, რომ ჩამოსულიყავი. ეს არ უნდა გაეკეთებინა. არ იცოდი. არ ვიცოდი. ვიფიქრე, რომ გადაიფიქრე. ამას აღარაფერი ეშველება, ასე რომ უბრალოდ უნდა ჩაიაროს საღამო. ჯერემაიას ერთი სული აქვს, როდის გაჩვენებს ფეიერვერკებს. ბიჭებს დღესასწაულს არ ჩავაშხამებ. გთავაზობთ საფირმო კოქტეილს ბეილისგან. შვენიერია? გასაბერი მარტორკა შენთვის. მადლობა. დაგიცხა? კი, დამისხი. ხალხო. ნახეთ ვინ მიპოვე. გემ. არა, მადლობა, მე არ ვსვამ. მე მეტი შემხდება. როგორ ასაქმე? გამარჯობა. როგორ ხარ ჯიჯი? აბა რა ხდება? ეს რა არის? ეს ბროწეულის მარგარიტა. არავინ მოგდევს კონი. ჩვენც დაგვიტოვე. მოიცადა, შეჯიბრი რომ იყოს. განა ეს არა ნებისმიერი თამაშის არსი. თამაში გინდა? რატომაც არა? დღეს 4 ივლისია. მართალია. ვითამაშოთ. ჩავაგდე. დალიე. ჯერემაია დალიე. შეილა. რა? ჯეჯე დალიე. ის თამაშობს. დალიე. მიდი დალიე. გავიმარჯვეთ. ვიცი, შენ ეს გააკეთე. მაგარია. მიდი. არის. რა მოხდა? აი რას ნიშნავს ძმობა? იცით თუ არა, რომ ერთ-ერთი უკანასკნელი იყო, ვინც ლინცი ლოჰანის სანაპირო კლუბში იყო მის დახურვამდე, მიკონასზე. სერიოზულად ხო?
გიждები ლიცილოჰანზე, მის გამო მოკვდებოდი. დედოფალ